2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად საქართველოში 3.700.000 ადამიანი ცხოვრობს. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით კი 3.5 ამომრჩეველია. ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში, სადაც 3.700.000 ადამიანი ცხოვრობს, 3.5 ამომრჩეველი იყოს. საქართველოს კონსტიტუციის 22 მუხლის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან აქვთ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით 2016 წლის მონაცემებით საქართველოს ტერიტორიაზე 947.018 წლამდე მოქალაქეა რეგისტრირებული. 3.5 ამომრჩეველს თუ მილიონამდე 18 წლამდე მოქალაქეთა რაოდენობას დავამატებთ, გამოდის, რომ ქვეყანაში 3.700.000 კი არა, დაახლოებით 4.5 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც ეს მონაცემები ერთმანეთს შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდეს, დათვლის მეთოდოლოგიაა. საქსტატმა იმ მოქალაქეთა რაოდენობა დაითვალა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით იმყოფებოდნენ. სერვისების განვითარების სააგენტომ კი დაითვალა საქართველოს ყველა მოქალაქე. ამ სიაში შევიდნენ როგორც ემიგრანტები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები. ამომრჩეველთა სიაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა განაცხადა, რომ არსებულ სიაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც არიან, თუმცა წულუკიანის სიტყვებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არ დასტურდება. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დაახლოებით 3.5 ამომრჩეველი იყო. თუ ამომრჩეველთა რეგიონებად დანაწილებას ვნახავთ, გამოდის, რომ ეს რიცხვი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლის ჯამური მონაცემებია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არ მოიცავს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია, რომ ქვეყანაში 3.5 ამომრჩეველი იყოს, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნებაში არ შედიან. შესაბამისად, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 800.000 უნდა იყოს. ცესკოს მონაცემებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის გარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 48.000 იყო. მამუკა კაციტაძის ხელმძღვანელობით 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო სიების გადამოწმება მოხდა. ეგრეთ წოდებული კარტაკარის პრინციპით დადგინდა, რომ ქვეყანაში 3.483.142 ამომრჩეველია. აღნიშნული შედეგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო საარჩევნო სიის ფორმირებისას გაითვალისწინა. კაციტაძის თქმის, მისმა კომისიამ 11.000 რეგისტრატორით საარჩევნო სიებზე 2.5 თვე იმუშავა, მაშინ როდესაც საქსტატმა 2014 წელს მოსახლეობის აღწერა 6.000 რეგისტრატორით 2 კვირაში დაასრულა. 2014 წელს ჩატარებულმა საყოველთაო აღწერამ უჩვენა, რომ ბოლო 12 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 700.000 კაცით შემცირდა. ამავე დროს ისევ საქართველოს სტატისტიკის სამსახური ამბობს, რომ ბუნებრივი მატება დადებითი იყო გასულ წლებში, მიგრაციული სალდოც დადებითი იყო, ან უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა საქართველოში, მაშინ გაუგებარია, როგორ შემცირდა, რატომ შემცირდა საქართველოს მოსახლეობა 700.000 კაცით ამ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო აღწერას და საარჩევნო სიების შედგენას განსხვავებული მეთოდოლოგიები აქვს, მათ შედეგების შორის გარკვეული ლოგიკური თანხმედრა უნდა არსებობდეს. არსებული მონაცემებით კი ცესკოსა და საქსტატის სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.